პირველი ჩვენ ეს უნდა გვინდოდეს რომ შევუდგეთ უფალს. მეორე, თუ ჩვენ გვინდა რომ შევუდგეთ, უნდა უარყოთ საკუთარი თავი. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? აქ საუბარი არის ღირებულებათა სისტემაზე. აქ საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ უფალთან მივდივართ, ჩვენ ჩვენი პრინციპები, ჩვენი წესებით უფალთან ვერ მივალთ. ჩვენ უნდა ყველაფერი გადავდოთ, ჩვენ უნდა ჩვენს პრინციპებზე უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილი ჭეშმარიტი პრინციპები შევიტყოთ და აი სწორედ ამაზე ამბობს უფალი. აღიღე ჯვარი. რას ნიშნავს ჯვრის აღება? ჯვარი, აი სწორედ ის, რასაც ჩვენ დღეს აღვასრულებთ დაყვანისცემა, ეს არის ორი ხაზის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზის გადაკვეთა. ვერტიკალური ხაზი სიმბოლურად აღნიშნავს ადამიანის ვალდებულებებს, დამოკიდებულებას უფლის მიმართ. ეს არის ვერტიკალური ხაზი, როდესაც ადამიანი უფალთან ამყარებს კავშირს. როგორ უნდა დაამყაროს? ეს არის 10 მცნების პირველი 4 მცნება, სადაც ჩამოთვლილია თუ რა ევალება ადამიანს უფლის მიმართ. და მეორე ხაზი, ჰორიზონტალური, ეს არის ადამიანის ადამიანთან დამოკიდებულება, რომელიც განსაზღვრული არის 10 მცნების ბოლო 6 მცნებით. ეს არის ადამიანის ცხოვრების მორალური, ზნეობრივი კანონი. აი ჩვენ კარგად უნდა წავიკითხოთ, კარგად უნდა შევისწავლოთ ესა და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 10 მცნების მიხედვით. პირველი 4 მცნება, ეს არის ვერტიკალური ხაზი და მეორე 6 მცნება, ეს არის ჰორიზონტალური ხაზი და ეს არის ჯვრის დაყვანისცემა. უნდა ავიღოთ ჩვენი ჯვარი, უნდა ჩვენ ეს ღირებულებათა სისტემა უნდა გავითავისოთ. ეს ღირებულებათა სისტემა უნდა ვაღიაროთ და ეს ღირებულებათა სისტემა უნდა გახდეს ჩვენთვის ჩვენი სისტემა. აღიღე ჯვარი და შემომიდექ მე, რას ნიშნავს? ესე იგი უნდა დავიწყოთ ჩვენი ვალდებულებების აი ამ 10 მცნების აღსრულება. არა ისე როგორც ადამიანები დღეს ამბობენ, რომ 10 მცნება ვასრულებ, კაცი არ მომიკლავს, არ მომიპარავს, ბევრს ვერ ჩამოთვლიან სამწუხაროდ და ეს არ არის მარტო 10 მცნება. 10 მცნება არის 10 მცნება და არც ერთი მცნება არ არის იქ მეორეხარისხოვანი. აუცილებლად იმისათვის რომ ადამიანი მოხდეს სასწაულში 10-ვე მცნება უნდა შეასრულოს ადამიანმა და ეს უნდა კარგად გაიგოს, გაითავისოს, დათანხმდეს თუ უნდა და აი ამის შემდეგ უნდა დაიწყოს შესრულება 10 მცნების და აი მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ რომ ვიაროთ უფლის კვალდაკვალ. ეს არის დღევანდელი კვირის, დღევანდელი სახარების დღევანდელი დღესასწაულის შინაარსი და ღმერთმა შეგვასრულებინოს, ღმერთმა აგვასრულებინოს ჩვენ ეს 10 მცნება და შესაბამისად ჯვრის თაყვანისცემა. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.